არ მინდოდა ამ ყველაფრის საჯაროდ გამოტანა, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მიხვდებოდით. ერთი სიტყვით რო გითხრათ, მე და ქრისტე უკვე რამდენიმე დღეა რაც დავშორდით ერთმანეთს. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ადამიანი ესეთი მარტივი რაღაცის გამო შეიძლება დაგშორდეს და გაგიკეთოს ისეთი რამ, რაც მე გამიკეთა. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ახლა მოგიყვებით, რის გამო დავშორდით მე და ქრისტე და თქვენ შეაფასეთ, ვინ არის ჩვენ შორის მართალი. მოკლედ, ერთ მშვენიერ დღესაც მე და ქრისტის ახალი ვარდისფერი მანქანით მივიდიოდით გადაღებაზე, რა თქმა უნდა, ქრისტეს ჯერ მართვის მოწმობა არ აქვს და შესაბამისად საჭესთან ვიჭექი მე. შუა ქალაქში ჩემთვის წყნარად მშვიდად მოძრაობდი და უცბად მოპირდაპირე მიმართულებიდან წამოვიდა მანქანა, ანუ ღერძულა გადაკვეთა, მოკლედ რო გითხრათ და მეც ავიღე, რა თქმა უნდა, რული მარჯვნივ, რომ გადავსულიყავი და ამესცინა, მაგრამ ეს მანქანა დაგვეჯახა პირდაპირ ჩვენ. ღმერთს მადლობა, რომ მეც გადავრჩი, ქრისტიც გადარჩა, პატარა ნაკაწრები და რაღაცები ქონდა, თუმცა ქრისტიც გადარჩა. თუმცა მანქანა აბსოლუტურად განადგურდა, ანუ ყველა აირბაგი გაიხსნა. საერთოდ დაილეცა მანქანა, არაფრად აღარ ვარგოდა, არც ჩვენი და არც იმის მანქანა, ვინ ჩვენ დაგვეჯახა. ამ ავარიის შემდეგ ქრისტე ადგა, დამიწყო მე ჩხუბი, საერთოდ არაფერზე თითქოს რამე შუაში ვიყო. მაბრალებდა, რომ ჩემი ოცნების მანქანა, ჩემი ოცნების ვარდისფერი მანქანა დამიმტვრიო, რომ ისე რომ მართვის მოწმობის აღებაც კი ვერ მოვასწარიო და გაბრაზებულზე მომკიდა შუათითზე ხელი და მომამტვრია ჩემი შუათითი. ამაზე ხო გავმწარდი, ანუ როგორ შეიძლება ადამიანს თითი მომამტვრიო ეგეთი სისულელის გამო, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო და აიღო და კიდე დამშორდა. ანუ უბრალოდ გინახავთ, ანუ ეგეთი რაღაცის გამო საერთოდ დაშორება? ანუ წარმოიდგინეთ, დაშორების შემდეგ 3-4 საერთოდ იქიდან წავიდა, 3-4 დღე ადამიანი არ მინახავს, არც ტელეფონს არ იღებს, არც რავი, WhatsApp-ში არ არის, არაფერი არ არის და საერთოდ გაქრა ქრისტე. შესაბამისად, დაწერეთ კომენტარებში, ჯერ ის დაწერეთ თუ სადმე გინახავთ ქრისტე, სად ნახეთ, როგორ ნახეთ, რანაირად ნახეთ და კომენტარებში აუცილებლად დაწერეთ მოკლედ ეგ ყველაფერი. და პლუს ამ ყველაფერს ისიც დაწერეთ, ვინ არის ჩვენ შორის მართალი და როგორ უნდა მოქცეულიყო კიდე ქრისტე.